მოგესალმებით მეგობრებო ყველას, მე ვარ აიბალი, თქვენ ხართ ჩემს არხზე და დღეს ჩვენ არ გვექნება არანაირი თამაშის ან რაიმე მსგავსის გადაღება. დღეს ვისაუბრებ ჩემს არხზე როგორ დაიწყო ამ არხის ისტორია, ტრომი ვინ არის და ასე შემდეგ. მოკლედ, როგორც ყველა მიცით, ავედი 100 გამომწერზე. რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემს გამომწერს. ვიცი რომ 100 არ არის ახლა დიდი რიცხვი და გასაგიჟებელი, მაგრამ ჩემთვის დიდი რიცხვი, იმიტომ რომ პატარა იუთუბერი ვარ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ყველას და კვირდებით რომ არ გავჩერდები, გადავიღებ ვიდეოებს ყოველთვის და ეხლა როგორ დაიწყო ზოგადად ჩემი არხის ისტორია რა. მოკლედ ერთ დღესაც უბრალოდ მოდებით ვერთობოდი რა და ვიპოვე პირველი მოდი, რომელიც განხილვას მომინდა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მოდი იყო თავის ანიმაციებით, ეფექტებით და საერთოდ ყველაფრით რა. პირველი ვიდეოც მაგაზე იყო რა. ჯანდაბა. ხო, პირველი ვიდეოც მაგაზე იყო რა. ხო და მან აღმოვაჩინე ადამიანი ობობა რა და ძალიან მაგარი იყო რა. ხო და მე ეგ ვიდეო რო გადავიღე მოდების განხილვა, მე კიდევ თამაშობდი რა, იმიტომ რომ მეორე ნაწილი იყო დასადები. იმიტომ რომ ზოგი რამ გამომრჩა იმ ვიდეოში და ვიპოვე რომ ადამიან ობობაზე შეგეძლო უფრო მაგარი რაღაცების გაკეთება. ხო და გადავწყვიტე მე რომ მეთქი რა იქნება რომ გადავიყო ადამიანობას ეპიზოდებით ხო. გადავიღე პირველი ეპიზოდი 5 წუთიანი, კაი გამოხმაურება მოყვა, მე შემდეგი მომემატა ლაიქები, ნახვები და ასე შემდეგ რა და მეთქი რავი დაახლოებით მყავდა მე მგონი 40 გამომწერი მყავდა, როცა უკვე მართლა რომ სერიოზულად მოვეკიდე რა. ხო და როგორც ხედავთ აქ მოვედი და დიდი მადლობა ამისთვის ყველას. ეხა ვინ არის ტრომი რა? ერთ დღესაც, როდესაც დავდე ადამიანი ობობას ეპიზოდი, ვათვალიერებდი ჩემი არხის ანალიტიკას და შემხვდა რა კომენტარი, რომ მე შენი ერთგული მაყურებელი ვარ და ჩემი ეპიზოდები შეგიძლია ნახო. თავიდან ვიფიქრე მეთქი რა ეპიზოდები უნდა იყოს ხო და როცა შევედი ვნახე რომ უდევს ჩემნაირი არა, განსხვავებული იყო, მაგრამ სპაიდერმენის ვიდეოები, ანუ ადამიანი ობობას ვიდეოები ვედო. ეხლა რა თქმა უნდა არ დამიწყია რომ მეთქი აი შენ რატომ აკოპირებ და რაღაცა YouTube არის თავისუფალი პლატფორმა და ვისაც რასაც უნდა იმას გადაიღებს. თავარია რომ ეხლა ჩემი ვიდეო არ დაუდია და ასე შემდეგ. დაუკავშირდი მე მეტრომს რომ მეთქი კაი ეპიზოდები გაქვს მეთქი რა. განსაკუთრებით მომეწენა ტრომის მოდი, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მაგარი მოდი ქონდა. დაუკავშირდი ტრომს რაღაცა მეთქი მოდის სახელი რა ერთქო, მაგრამ ვერ ნახა ეგ მესიჯი. ჩემით გავიგე მოდის სახელი ბოლოს და დავიმატე რა ტრომი. და გადავიღეთ ჩვენი პირველი ვიდეო, რომელიც ახლა ამონათდება და რომელიც შეგიძლიათ ნახოთ. აი ეს არის ჩემი და ტრომის პირველი ვიდეო ერთად. და ხო, რავი, ბევრი ლაიქები მოყვა. ეხლა NPC-ებთან თამაშს და რაღაცა ჯობია რომ ადამიანს ეთამაშო. მანამდეც ყავდა ერთი ტიპი, ჩემი მეგობარი, რომელიც რამოდენიმე ეპიზოდში, სპაიდერმენის ეპიზოდში ასრულებდა რკინის კაცის როლს, ალბათ ყველას გახსოვთ ის ბლუპერები და ის ვიდეოები, მაგ ვიდეოებსაც ამოვანათებ. სულ რაღაც 3 ეპიზოდში იყო ეს რკინის კაცი, მაგრამ არა უშავს, მას არ სურდა იუთუბერობა, უბრალოდ ვიდეოებში მეხმარებოდა ხოლმე. ხო და ხო რა, მაგრამ ჩემი და ტრომის შემთხვევაში სხვადასხვა იყო, იმიტომ რომ ორივეს უკვე იუთუბერები ვიყავით, ასე თუ ისე. ხო და ჩვენი ერთობლივი კოლაბორაციით გამომწერე მომემატა მე, იმიტომ რომ ის არდებს ვიდეოებს. ხო და იმედია რომ ამ ვიდეოდან ტრომს მომემატება ძალიან ბევრი გამომწერი, თორე ვიდეოებს აღარ დადებს. ხო, არც სხვა კონტენტიც იქნება, მარტო Minecraft-ი არ იქნება და სხვა ტიპის ვიდეოებსაც დავდებ რა და ეგ იცოდეთ და მოკლედ დღეისთვის ეს იყო. თუ მოგწონთ ვიდეო დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. ორი ვიდეო გამზადებული მაქვს და დაიდება, ერთი 100K სპეციალი და მეორე ტრომთან ერთად ერთი ვიდეო. დღეისთვის ამის თქმა მინდოდა მხოლოდ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემს გამომწერს იმისთვის რომ 100 გამომწერზე ამიყვანეთ. 100 გამომწერი რო დავინახე, აი იმენა სიხარულისგან ვიყვირე ძმა, მეზობლები გავაღვიძე. და ხო რა თქვენთან იყო აიბალი და გპირდებით რომ არ გავჩერდები. ნახვამდის.